Koalitsия ძლიერი საქართველო ლელო იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად. სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ლელო ძლიერი საქართველოს წევრები ემიგრანტების სახელით სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. არგუმენტები და დასაბუთება მზად არის. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში და დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას, რომელიც ემიგრანტებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების დაბრუნებას გულისხმობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო манипуляციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის ქართული ოცნება 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამიტომაც ქართულმა ოცნებამ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. შემოგვიერთდით, რომ ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. ემიგრანტები კონსტიტუციური უფლების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაუუქმა. უფრო ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში ერთი დღით უნდა ჩამოვიდნენ, ხმა მისცენ და ისევ უკან დაბრუნდნენ, რაც უკიდურესი გაჭირვების გამო სამშობლოდან გადახვეწილი მოქალაქეებისთვის შეუძლებელია. მიზანი მათი თქმით ერთია: ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს არჩევანის უფლება წაართვან და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა მოუსპონ. ამ პირობებშიც კი, როცა ისედაც არ ხსნიდან უბნებს, მაინც აუკრძალეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? იმიტომ, რომ ემიგრანტები არიან ინდიკატორი იმისა, რომ სინამდვილეში ქართული ოცნება რომ ატარებდეს ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოში იგი არჩევნებს წააგებდა. ამიტომ მგონია, რომ ამ უფლების დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არ ყავს და სწორედ ამ უფლებისთვის ვიბრძვით ჩვენ. ხმის უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არის, არ ვიცი, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მოქალაქეებრივი ვალი ვინმეს თუ უნდა რომ შეასრულოს, ჩამოვიდეს საქართველოში და დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ემიგრანტი რომ საქართველოში დაბრუნდეს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მშიერი მოკვდება. განვლილმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერები ქვეყნის ფარგლებს მიღმა უმცირდება. 2012 წლის შემდეგ ოცნებას უცხოეთის საარჩევნო უბნებზე არჩევნები არ მოუგია. უმძიმესი იყო შედეგები ოცნებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ემიგრანტები ფიქრობენ, რომ ხმის უფლება ამის გამო წაართვეს, რადგან იქ, სადაც გაყალბებების მექანიზმი ვერ მუშაობს, ოცნება არჩევნებს აგებს. ქართულმა ოცნებამ მასყარად დაინახა ემიგრანტების პასუხი და მიხდნენ, რომ მათგან ხმებს ვერ მიიღებდნენ. საქართველოში ჩახვიდე თუნდაც 2-3 დღით ან 1 კვირით ესე იოლად ხო ხდება რა სამსახურების გამო ან თუნდაც ფინანსური, ანუ ჯახური, ბევრი პრობლემებია, ხო? ჩაიდგინო საქართველოში ასე წყალებში და ჩამოხვიდა, ასე რომ ეს კიდევ ერთი დაცინოა და ძალიან შეურაცხყოფელია ჩვენთვის ყველასთვის და მტკივნეულია. როდესაც ქართული ოცნების ხელშია სასამართლო, საკონსტიტუციო ყველაფერი, დიდი არაფრის იმედი არ მაქვს. ყველა ეს ადამიანი, ვინც ევროპაში ცხოვრობს და იცნობს, ხედავს ამ სიკეთეებს, ხედავს იმას, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ წარმატებულები, თვითრეალიზებულები, კარგი განათლების საშუალება აქვთ. ისინი ვეღარ შეძლებენ იმის ატანას, რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სთავაზობს დღეს ქართველ ხალხს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ემიგრანტი მიაჩნიათ საფრთხეთ. თავიანთი მომხრეებიც კი. დღეს კახაკალაძემ პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად სარჩელისა, გადაწყვეტილების შეცვლას არაპირებენ. მზად ხართ თუ არა, რომ გახსნათ საზღვარგარეთ უბნები და განიხილოთ ეს საკითხი თუ საბოლოო უარი გაქვთ ამას? ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხო იქნა მიღებული. ანუ არ განიხილავთ, რომ ემიგრანტებს რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხო იქნა მიღებული. ხო იქნა ახსნილი, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ქმედებები,
ის ნარატივი, რაც ემიგრანტების მონაწილეობა არ არის მნიშვნელოვანი არჩევნების დავალებით მოდის და აჟღერებს ეს შიდა აგენტურა ყველაფერი ცხადი და ნათელი. პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლია. საქართველოს მოქალაქე, თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენ შეგიძლია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ გახსნილ უბნებში მიიღო მონაწილეობა და გამოხატო შენი აზრი თავისუფლად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, თუმცა ემიგრანტებს დადებითი მოლოდინი არ აქვთ. ფიქრობენ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებენ.